რუსთაველის თეატრმა თბილისის პირველ საერთაშორისო თეატრალურ კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიება რეჟისორ რობერტ სტურუას კავკასიური ცარცის წლის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა. პროგრამა ხორციელდება თეატრალური უნივერსიტეტის მიერ. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, რეჟისორი ბატონი გიორგი შალუტაშვილი. მოგესალმებით ბატონი გიორგი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის და მადლობა თქვენს ტელევიზიას, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით აშუქებს კულტურულ მოვლენებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენ საზოგადოებისთვის. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. როგორც მოახსენეთ მაყურებელს, თბილისის პირველი საერთაშორისო თეატრალურ კონფერენციას უმასპინძლა უნივერსიტეტმა, თეატრმა, რუსთაველის თეატრმა, რომ გითხრათ პირველ რიგში როდის გაიმართა, რომელ რიცხვებში კონფერენცია, ყველა დეტალი გვაინტერესებს, ბუნებრივია და დრო ვისაუბროთ ამ დეტალების შესახებ. ამ წლის დასაწყისში აღმოვაჩინეთ და რომ ვიკითხეთ და უშუალოდ ვინ რას როგორ აპირებდა რომ ჩვენ მიგვაჩნია რომ და არა მარტო ჩვენ, მადლობა ღმერთს რომ ეპოქალური მნიშვნელობის იყო კავკასიური ცარცის წრე და ეს ამ სპექტაკლს მიეძღვნა ეს კონფერენცია. ამ სპექტაკლს მიეძღვნა ეს კონფერენცია, მაგრამ თემა იყო ბერტოლტ ბრეხტი. და შესაბამისად ბრეხტი გახლავთ უზარმაზარ რეფორმატორი ზოგადად მსოფლიო თეატრის და ტიტანური ფიგურა შეიძლება ნამდვილად ითქვას, მაგრამ ბატონ რობერტმა მოახერხა და თვითონ ბრეხტის ისეთი ინტერპრეტაცია შესთავაზა მსოფლიო თეატრალურ სამყაროს, რომლის მსგავსი იქამდე არ ახსოვს ნამდვილად, იმიტომ რომ ემოციური და რომანტიკული ბრეხტი არ არსებობს. გამიგეთ, ანუ ესეთი გამოთქვაც იყო ბრეხტი გაუცხოების ეფექტის ავტორი გახლავთ და რომ ჩვენ ბრეხტი თვითონ გავაუცხოეთ თვითონ ბრეხტიც. თეატრიც იმითია საინტერესო, როდესაც ისა მოულოდნელ სულებს გთავაზობ და თავი არის იცით კიდევ რომ ამ სპექტაკლმა რეალურად გაარღვია რკინის ფარდა. აი ამ სპექტაკლმა მსოფლიო ასპარეზზე რიჩარდ მესამესთან ერთად გაიყვანა უკვე ქართული თეატრი, მეცაც გეტყვით, არა მარტო ქართული თეატრი. მაგალითად აი ლეგენდარული ლიტველი რეჟისორები აი რიმას ტომინას და იმონტუს ნეკროშუსი იძახდნენ რომ არა ქართული თეატრის ფენომენი, ლიტვური თეატრი არ არსებობდა, იმდენად დავალებული იყო ქართული თეატრალური ასე ვთქვათ ტრადიციებისგან ლიტვური თეატრი ეს მათი სიტყვებია, ამიტომ ასე ვთქვათ ჩემ თავს არ ვაბრალებ. სამდღიანი კონფერენცია გახდათ და მაგალითად მოწვეული ყავდა და უაღრესად საინტერესო შინაარსით, აი თავი რა არის იცით რომ ეს არ იყო მხოლოდ და უშუალოდ ზოგადად აღნიშნა, აი თავად ბრეხტის შემოქმედება იმდენად საინტერესო პრიზმაში და კონტექსტში იქნა, არა მარტო დანახული, არამედ მოწოდებული ჩვენი სტუდენტების, პროფესორ მასწავლებლებისადმი, რომ მე ვთვლი რომ ეს უკვე ტრადიცია გახდება. ანუ ჩვენ ამ ეხლა მოწვეულები გვყავდნენ, წარმოვიდგინეთ და მიყავდა მაგალითად მსოფლიოს თეატრის ლიდერთა ასოციაციის პრეზიდენტი ოქტავიან საიუ, რომელიც ამჟამად გახლავთ სინგაპურისა და ჰონკონგის უნივერსიტეტების პროფესორი, ეს იყო პატრიკ პრიმამბესი, რომელიც გახლავთ ლაიფციგის თეატრცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი და ისეთ ლეგენდასთან ერთად როგორც ჰანსტის ლემანია, პოსტდრამატული თანამედროვე თეატრალური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მასთან ერთად განხორციელებული პროგრამები აქვს. და არმანდო როტონდი ბარსელონა და ლივიო რომანესკო და ასე შემდეგ და ქართული ასე ვთქვათ ნაწილიც იყო. ჩანაფიქრი და მიზანი რაც იყო მთავარი ეს შესრულდა. თუ ჩვენი სტუმრების ასეთი წარმომადგენლობითი ასე ვთქვათ შემადგენლობის შტაბ-ეჭვილებებით ვიმსჯელებთ უდაოდ, იმიტომ რომ მათ თქვეს რომ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ესეთი კონფერენცია, სწორედ საქართველოში. ჩვენ გვინდა რომ მომავალ წელს ეს უკვე მიეძღვნას შექსპირს და შექსპირის ქართულ ინტერპრეტაციებს, შემდგომი მოლიერს და მე უკვე ბაკალავრის ღორების 50 წლის თავი მოდის და გვინდა რომ ძალიან უკვე ქართულ დრამატურგიას მიეძღვნას და მე ვქნი რომ ეს ძალიან დიდი იმპულსია ახალგაზრდებისთვის და ძალიან მიხარია და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ანუკი კვინიკაძეს ამ პროექტის კოორდინატორს პრაქტიკულად არ ჩავრევლოთ უბრალოდ
ჩვენ საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი ქალბატონი ნანა ლეწვერიძე, რომელიც რაღაცა უშრეტი ენერგიის წყაროა ჩვენთვის და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ვიმყოფებით რეალურად მსოფლიო ლიდერი უმაღლესების და არამხოლოდ უმაღლესების ორბიტაზე. ჩვენ წელსაც გახდით ჩინეთში სპექტაკლით ჩასული, პეკინში, სადაც უკვე უნდა ითქვას, სიმართლე ყოველთვის ასე იყო ისედაც. ხო, ეს ტრადიციაა წლების მანძილზე. მე ვერ გეტყვით, რომ ასე იყო და გეტყვით რატომ. უბრალოდ იქმნებოდა იმ პერიოდში საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ დღეს გავსულიყავით და ეს თაობა გასულიყო უკვე მსოფლიო ასპარეზზე, თორემ არც მიხეილ თუმანიშვილს, არც შალვა გაწერელიას, არც თემურ ჩხეიძეს, არც გიზო ჟორდანიას არ ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ დაუშვათ სწორედ საუნივერსიტეტო სპექტაკლებით და თეატრალური სპექტაკლებით გასულიყო მსოფლიო ასპარეზზე. რასაც თქვენ აკეთებთ უკვე ბევრი წელი არის, ბატონო გიორგი. ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრეთ, მაგრამ ნამდვილად ასეა. თანამოხელწილება არ ამ პროცესების უდავთ, მაგრამ მე მინდა რომ პირდაპირ და ღიად ვთქვა, რომ ეს სწორედ ჩვენი უფროსი თაობის დამსახურებაა, რომ შექმნეს აი ეს და რას აქვს იცით მნიშვნელობა დაინახოს სწორედ საკუთარი სახე, საკუთარი ღირსები. ჩვენ ახლა პატარა ერი ვართ და ეს პროვინციული დამოკიდებულება რომ სადღაც რაღაც ხდება, ყოველთვის აქვს. პეტერ ალდენბერგს აქვს ესეთი ფრაზა, პატარა ქალაქის მცხოვრების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სულ გონია რომ დიდ ქალაქში რაღაც ხდება. და აი წარმოიდგინეთ ახლა პეკინის თეატრალურ ფესტივალზე ჩვენ ვხვდებით ლონდონის მუსიკისა და დრამის აკადემიას, აი ლეგენდარულ სკოლას, ერნსტ ბუშის სკოლას, ტოკიოს, სეულის, თავად პეკინის, ათენის დრამის კონსერვატორიას და ანუ ხელის გულზე გვიდევს რა ხდება მსოფლიოში. არაფერი ისეთი რაც არ ვიცით. თანამდებობთ შემიძლია გითხრათ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს თეატრალურ ტრადიციებს, ხო, საქართველოს არ. ნამდვილად და ჩვენი გზა გვაქვს უდავოდ. ბატონ გიორგი, აი თქვენ ახსენეთ, რომ მომდევნო კონფერენცია უკვე შექსპირს მიეძღვნება და ეს ცნობილი ფაქტია, რომ ესე იგი ლონდონში თქვეს, რომ ქართველებმა გვასწავლეს შექსპირის დადგმა და ბატონ რობერტ სტურუაზეა ცხადია საუბარი. აი თქვენ საუბრობდით და ვიცით ყველა, რომ ბრეხტის სრულიად ახალი ვერსია შესთავაზა მაყურებელს ბატონმა რობერტმა და ზოგადად არსებობს ესეთი ცნება სტურუას თეატრი, ხო? და ბატონი რობერტის კავკასიური ცარცისწრე კიდევ არის ახალი ათვლის წერტილი ქართული თეატრის ისტორიაში. არამხოლოდ, დიახ. და აი თქვათ ეს ფენომენი ამ სპექტაკლის თვითონ კავკასიური ცარცისწრის, რომელიც 50 წელია ესე აღელვებს მაყურებელს, დაიპყრო მსოფლიოს სცენები და ქართული თეატრი გააცნო მსოფლიოს. აი რითი აიხსნება? ძალიან ბევრი ძალიან სწორი კითხვა, იცით ეს, მაგრამ ამას ძალიან ბევრი რამ უძღოდა წინ. იმიტომ რომ თავად ამ ფაქტის დაბადებას უძღოდა წინ მაგალითად დოდო ალექსის დადგმა სამგროშიანი ოპერის, უძღოდა მაგალითად მიშა თუმანის ლეგენდარული ჭინჭრექა, რომელიც აი გაასწორეს მიწასთან თეატრწოდნებო ეს რას, მაგრამ ეს სწორედ თეატრალური თამაშის ის ფორმა, რომელსაც უკვე ბრწყინვალედ იყენებს სტუროა თავის დადგმაში და ეს იყო რასაკვირველია თეატრის სინთეზური ხელოვნება გახლავთ უბრწყინვალესი შემადგენლობა გიაყანჩელის, გოგი მესხიშვილის, რამაზ ჩხიკვაძის, კახი ყალსაძის, იზაგი გოშვილის და რანდრი ლოლაშვილის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდგომ იცვლებოდნენ უბრწყინვალესი თეატრალური სახეებით, აი თითოზე შეიძლება თითოეულ სახეზე სათითაოდ მსჯელობა და საუბარი და სწორედ ამან განაპირობა არამხოლოდ ამ სპექტაკლის წარმატება, არამედ თავად აი სტურუას თეატრს, რასაც ვეძახით, ბუნებრივია, რომ ეს ამ ასე ვთქვათ კოლაბორაციის შედეგად მოხდა, იმიტომ რომ რუსთაველის თეატრის გარშემო შემოიკრიბა ნოე მირიანშვილიძე დაწყებული და ასე ხო ბრწყინვალე და ამას ერთოდა რა ჩვენი რაღაც გენეტიკური შინაგანი ამბოხის მუდმივი ამბოხის სული ქართული სული ასე ვთქვათ ქართული ენერგეტიკით კიდევ რომელზეც ერთ-ერთი მსახიობი ამბობდა რომ ვერასოდეს ვერ ითამაშებენ ჩრდილოელი მსახიობები ისე როგორც ქართველები, თორემ ქართველები ასხივებენ მზის ენერგიას. ამაში არის გარკვეული სიმართლე, იმიტომ რომ დაუშვათ აი როდესაც იტალიელები, ესპანელები დგანან სცენაზე, ეს კიდევ სხვა სამხრეთული ისა გვაქვს, ყველაზე დაბალანსებული, აქტიური, მაგრამ თლათ ასე ვთქვათ, აფრიკულ რიტმებში გადასული არა, ანუ აქ რაღაც საოცარი ბალანსია, როგორც ინტელექტუალური
ასე ვთქვათ, ნაწილის, იმიტომ რომ აი საოცრად აი როგორ გითხრა საათივით აწყობილი მექანიზმებია ეს სპექტაკლები, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, სადაც არაფერი არ არის შემთხვევითია და არაფერი არ არის ზედმეტი. დიახ, აი 50 წლის შემდეგ დანახული კავკასიური ცარცის წრე. აი თქვენ ბრძანეთ, რომ მსოფლიო თეატრალური სამყაროს მეტრები იყვნენ ჩამოსული საქართველოში. თეატრწოდნეობის და აი რა ასახებოდა მათი მოხსენებები, თქვენ ბრძანეთ, რომ ბრეხტი იყო ზოგადად თემა, მაგრამ ამ სპექტაკლს ეძღვნებოდა კონკრეტულად ასევე კონფერენციაც და აი მოხსენებების თემა და თქვათ აი რა შეფასებები იყო მათი მხრიდან, ესეც საინტერესო არის და ბატონი რობერტის თვითონ პოზიცია ალბათ უკვე 50 წლის შემდეგ რას ამბობს ის ამ სპექტაკლზე, ალბათ საინტერესო იქნებოდა ძალიან მასთან გასაუბრებელი. ძალიან უდაოდ და ჩვენი სტუდენტები ძალიან აქტიურად იყვნენ, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი სწორედ ამ დიალოგზე, ოქტავიან საიოს და დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ რობერტს, იმიტომ რომ თლად კარგად არ იყო შეუძლოთ იყო, მაგრამ ასე ვთქვათ გადააბიჯათ კი და უაღრესად საინტერესო დიალოგი შედგა ეს ესეთი აპრობირებული ფორმა, როდესაც აი თავისუფალ რეჟიმში ვსაუბრობ და ძალიან საინტერესო იყო ის კითხვებიც და პასუხებიც, რომ ვერაფერს ვერ გეტყვით, რომ დავდგამდი ახლა, ანუ რა შეიცვლებოდა და ბუნებრივია ეხლა ყველა სპექტაკლის ფენომენი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის ყოველთვის თანამედროვე უნდა იყოს და თანადროული უნდა იყოს და პასუხობდეს ასე ვთქვათ საზოგადოების გამოწვევებს და შეიძლება ითქვას გარკვეული თვალსაზრისით და ესეთი დისიდენტური სპექტაკლიც კი იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი გმირობა იყო. მაშინ გესაუბრა იმაზე, მაგალითად ეს ფრაზა მახსენდება, რომ ერთმა ვაჭრობა ესწავლინა შვილისთვის სამედიცინოზე ჩამოყალიბინაო და ეს მაშინ იყო აი ძალიან საშიში რაღაცა და თუმცა ყვარყვარე მანამდე დადგმული ქონდა უკვე ბატონობას და ყვარყვარე დადგმული იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქართულ თეატრში მთლიანად და შემიძლია ვთქვა, რომ და ამ ჭრილში ბოლომდე დანახული არ არის ქართული თეატრი. ქართულ თეატრში, როგორც ქართულ კინემატოგრაფში, თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ კარგ ფილმს, როგორც მაგალითად ჯავშნოშელსანი პოტიომკინი, ხო, რომელიც ეხება რევოლუციას. სოციალისტურ თემაზე დადებით სპექტაკლს თქვენ ვერ ნახავთ. წარმატებულ სპექტაკლს არ არსებობს. ეს არის ან კლასიკა, ან ანტისაბჭოთა უფრო დავარქმევდი თავისუფლების სულით გაჟღენთილი სამყარო. რაზეც ძირითადი მიმართულება ეს მოსკოვიდან ჩამოსული, მე ძალიან კარგად მახსოვს პირველი ფესტივალები, რომელიც 80-იან წლებში გაიმართა. და მაშინ წამოვიდა ეს სახელები სხვათა შორის ნეკროშუსიც, რომელმაც ფიროსმანი ჩამოიტარა, გარი ჩერნიახოვსკის, ადოლფ შაპიროს, რომლებიც მე თავიანთ ქვეყნებში ეპოქა შექმნეს. ისინი ამბობდნენ, თქვენთან საბჭოთა ხელისუფლება არ არსებობს. იმიტომ რომ და ნამდვილად ეგრე იყო, ხა ლურჯაცხენები წითელ ბალახზე შატროვის პიესა იყო, რომელთაც შატროვი ახფრთოვანდა თვითონ დრამატურგი, აი რამდენად წნეხში იყო, მაშინ აი რეალურად როცა რეჟიმზე ვლაპარაკობდა წნეხზე, აი რა იყო საბჭოთა კავშირში, რომ დრამატურგს ისე შეეშინდა მოსკოვში რეაქციის, რომ პირველი მოქმედების მერე წამოხდა და ეს ჩემი პიესა არ არის, დაიძახა. მაშინ როდესაც აქ უარყო, იმიტომ დაინახა რეაქცია, ასე ვთქვათ, სამი მსახიობი თამაშობდა ლერის და ნუ იმდენად თავისუფალი დამოკიდებულება იყო, ასე ვთქვათ, ამ მოვლენების მიმართ, რევოლუციის დროს განვითარებული მოვლენების მიმართ, რომ მოსკოვში აკრძალეს ეს სპექტაკლი, რომელიც მე თბილისში მაინც გადიოდა. ეს თბილისი მაინც ყოველთვის ახერხებდა და საქართველოს. აი, ვიცით რა, ტარკოვსკის ფილმების პრემიერები მაგალითად აქ დგებოდა. აი იური შერლინგი შეიძლება თქვენ არ გეხსოვებათ, ბუნებრივია 80-იან წლებში ეს იყო ებრაული დასი, რომელიც სპექტაკლებს ვერ თამაშობდა რუსეთის ტერიტორიაზე ფაქტიურად და ფილარმონიაში თამაშობდა ხოლმე და მე ლეგენდა გახდა ებრაული ქორეოგრაფია. ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი, თუმცა დასასრულისკენ უნდა წავიდეთ და ახალგაზრდებისთვის რამდენად მნიშვნელოვანი არის მსგავსი კონფერენციები და მათი ჩართულობა როგორი იყო? აი ამაზეც რომ გითხრათ. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არც ჩავრეულ ვართ, აი ამ ანუკი კვინიკაძემ თავის გუნდთან ერთად მთლიანად ახალგაზრდების მიერ იყო ორგანიზებული, ჩვენი ერთ-ერთი კურსდამთავრებული გერმანიაში სწავლობდა, იქ დაამთავრა მაგისტრატურა და აი რაღაცა ამ კონტაქტებისა და იმის საშუალებით რეალურად მთლიანად ახალგაზრდება განსაზღვრეს პროგრამაც, ფესტივალის და ეს არის ძალიან კარგი. მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ მათ აქვს ხო მომავალი მათია და მათ უნდა ამაზე ისწავლონ. რასაკვირველია, იყო გარკვეული ხარვეზებიც, იყო რაღაცა პატარ-პატარა პრობლემებიც, მაგრამ ეს სწორედ იმის საწინდარია, ეს ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ
პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აი ეს ადამიანები მთლიანად ქართული კულტურით აღფრთოვანებულები წავიდნენ და აი ვერ წარმოიდგენთ როგორი მადლობის წერილები მოდის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი. მეორე, მესამე და მომდევნო საერთაშორისო შექსპირის ფესტივალს ვისაუბრებთ. რომელიც შექსპირის ესე მიეძღვნა. ესე ვფიქრობ. ბატონ რობერტს უსურვებს ჯანმრთელობას და ბევრ შემოქმედებით სიახლეს, მან ბევრი სიხარული აჩუქა საქართველოს ქართველ მაყურებელს და ვისურვებთ რომ კიდევ ესე იგი უახლოეს ხანში მისგან ახალი სპექტაკლი ვიხილოთ. აუცილებლად. ისურვებთ წარმატებებს თაგმშრომლობით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, რეჟისორი ბატონი გიორგი შალუტაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.